ასეულობით მოქალაქე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან არაკეთილსინდისიერი მოქირავნე თუ მოიჯარე პირის გაყვანას ვერ ახდენს. ასეთია უძრავი ქონების საკითხზე მომშავე ადვოკატების შეფასება. ისინი ეგრეთ წოდებულ საპოლიციო გამოსახლების წესის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ ბინათ მესაკუთრეთა უფლებები სათანადოდ დაცული არ არის. რა მასშტაბი აქვს დღეს ამ პრობლემას და რა გამოსავალს ხედავენ სპეციალისტები. თემის დეტალებით მარი მელიქიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მაია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მას შემდეგ, რაც პარლამენტის გადაწყვეტილებით ეგრეთ წოდებული საპოლიციო გამოსახლება გაუქმდა სასამართლოში, ასეულობით საქმეა დაგროვილი და დაზარალებული მოქალაქეები თავიანთ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან არაკეთილსინდისიერი მოქირავნე თუ მოიჯარე პირების გამოსახლებას ვერ ახერხებენ. ასეთია უძრავი ქონების საკითხებზე მომუშავე ადვოკატების შეფასება. ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც ბინების მესაკუთრეებს არაკეთილსინდისიერი მდგმური საკუთარი სახელიდან წლობით ვერ გაჰყავთ, ასეთ დროს მათ ერთადერთი ბერკეტი აქვთ, რომ მიმართონ სასამართლოს, თუმცა როგორც ადვოკატები განმარტავენ, ხშირ შემთხვევაში სასამართლოში საქმე 2-დან 5 წლამდეც კი შეიძლება გაიწელოს. აქედან გამომდინარე არის პრეცედენტები, როდესაც ერთი ურჩი დამქირავებლის გამო შესაძლოა ბინის მესაკუთრე გაკოტრდეს. ადვოკატები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ საქართველოში უამრავი ადამიანისთვის უძრავი ქონების გაქირავება შემოსავლის მთავარი წყაროა, ამიტომ ხშირად ისინი ბინის შესაძენად და შემდგომ გასაქირავებლად საბანკო სესხს იღებენ და შემთხვევით თუ დამქირავებელი არაკეთილსინდისიერი გამოდგა, მესაკუთრეს ძალიან მძიმე ტვირთა დაწვება, დამრღვევი პირის ბინაში შეშვება, რადგან ერთი მხრივ ვერ იღებს ქირას, მეორე მხრივ კი ბანკის სესხი აქვს გადასახდელი. შესაბამისად, ამ ტიპის ბინის მესაკუთრეთათვის ურჩი მდგმურები განსაკუთრებულ ფინანსურ წნეხს წარმოადგენენ. ამ ინსტიტუტის გაუქმებამ გამოიწვია ძალიან ბევრი პრობლემა. ეს არის კომპლექსური პრობლემა. ერთის მხრივ ეს პრობლემას უქმნის მესაკუთრეებს, ვისაც თქვა ბინა ან სახლი აქვს გაქირავებული, ან კომერციული ფართი აქვს იჯარით გაცემული და თქვა ანუ ვადაგავი და ხელშეკრულების ან აღარ იხდის ქირას დამქირავებელი და შემდეგ ვერაფერს ვერ აკეთებს, ხო? თუნდაც იძულებულია წავიდეს სასამართლოში და მინიმუმ 3 წელი უნდა იდაოს. თუმცა სასამართლოში დავის მოგებას არ არის გარანტია, რომ შენ გმურს გამოიყვან იქიდან, იმიტომ რომ აღსრულებაში მიდის საქმე და იძულებს აღსრულებას კიდე ერთი ამდენი დრო ჭირდება. ეს სერიოზული პრობლემას უქმნის თვითონ ეკონომიკასაც, ვინაიდან ასეთი ტიპის ქონებები, სადაც რომელიც არის რეალურად გაპრობლემებული ქონებები, ხო? ფაქტია, რომ გამოთიშულია სამოქალაქო ბრუნვიდან, ხო? იმას ახლა ვიღარც აქირავებს მესაკუთრე, ვიღარც შემოსავალს იღებს, უფრო მეტი ზიანი ადგება. ხო, მას ერთის რომ მიუღებელი შემოსავლის სახით, მეორეს რომ იმ ხარჯების სახით, რომელიც მას უწევს რომ გაიღოს. მარტივი გამოსახლების საქმის წარმოების პროცედურები ისევ სასამართლოსთან დაკავშირებული. სასამართლოში კიდევ ვიცით, რომ საქმეთა განხილვა არის ძალიან გაჭიანურებული, ხშირად მას წლები ჭირდება, ამიტომ მისი ეფექტურობა არის ნაკლები, თითქმის ნულის ტოლი. ამიტომ მოსახლეობა ხშირად გადაწყვეტს ხომ რომ თვითონ მოახდინოს, ესე ვთქვათ, რაიმე მეთოდებით გამოასახლოს თავის ბინაში მცხოვრები ადამიანი. რა ვიცი, ხშირად ამის გამო კონფლიქტებიც კი არის და უშუალოდ ფიზიკურ შევაწყობებიც კი გადასულია შემთხვევები, როცა ფიზიკურ შევაწყობებიც კი გადასულან და რა ვიცი, ასე ამდაგორად სახალხო სამართალით ცდილობს ხალხი თავად დაარეგულიროს, რადგანაც კანონმდებლობა ამ კუთხით ფაქტიურად არის უნარო და შეუძლებელი. ეს საკითხი კვლავ აქტუალურია, კვლავ პრობლემატიკურია. ჩვენთან საუბარში ადვოკატები ბუნებრივია გამოსავლის გზებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ მთავარი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ეგრეთ წოდებული საპოლიციო გამოსახლების აღდგენა, თუმცა ისინი მიუთითებენ იმაზე, რომ შესაძლოა ფორმა შეიცვალოს, მაგალითად ადრე საპოლიციო გამოსახლებისთვის პოლიციას თუ ჰქონდა დაახლოებით 1 თვის ვადა და 1 თვეში ხდებოდა გამოსახლება, ახლა შესაძლებელია, რომ ეს ვადები შეიცვალოს და რამდენიმე თვე განისაზღვროს სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე. გარდა ამისა, მეორე გამოსავალსაც ასახელებენ ადვოკატები და ძირითადად ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ეს ფაქტი, ანუ სხვის სახლში უკანონოდ ყოფნა და ცხოვრება ადმინისტრაციულ დარღვევად შეიძლება შეიცვალოს, ჩაითვალოს ქმედებად და იმ შემთხვევაში თუ ვინმე დარჩება სხვის საკუთრებაში უკანონოდ და არ გადაიხდის შესაბამის თანხას, ეს ადმინისტრაციულ დარღვევად და ქმედებად უნდა მიიჩნიონ. ასე ფიქრობენ ადვოკატები, თუ რა შეიცვლება, ბუნებრივია ჩვენ ამ თემას მივყვებით, ახლა კი შეგვიძლია ვიხილოთ კომენტარები თუ რას ამბობენ უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტები ჩვენთან საუბარში.
ფიქრობ, რომ ისევ თუ დაუბრუნდება პოლიციას ეს არ იქნება არაფრით ცუდი და პირიქით ეფექტური იქნება, თუმცა იმ ბრძანებაში რაც იყო ძველი ვერსია, მაშინ თუ შევიტან ცვლილებებს და პოლიციას ექნება უფლება გადაავადოს გამოსახლების პროცესი 1, 2 ან 3 თვით, განსაკუთრებულ შემთხვევებში მძიმე კლიმატური პირობების დროს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად ოჯახის წევრების, ეს მგონია რომ ოპტიმალურ გამოსავალს მოგცემს და თან ერთის მხრივ მესაკუთრეები დიდხანს აღარ დაელოდებიან თავისი ქონების გათავისუფლებას და მეორეს მხრივ მომხმარებლებსაც, ანუ დამქირავებლებსაც ეცოდინებათ, რომ მათ შეუძლიათ გარკვეული პერიოდი კი ბატონო გადაივადონ, მაგრამ არა წლობით და არაკეთილსინდისიერი გამოყენების შესაძლებლობა აღარ ექნებათ ურჩ დამქირავებლებს. წარმოიდგინეთ, სხვის ბინაში უკანონოდ შეჭრა ითვლება არის დანაშაული. სისხლისამართლის კოდექსის 160 გათვალისწინებული დანაშაულია. მაგრამ როდესაც არ გამოდის, ანუ კანონიერად თუცა შეხოვალ, მაგრამ მე უკანონოდ აღარ გამოდიხარ, ეს არ არის საერთოდ დანაშაული და სამართალდარღვევაც არ არის. მე ვფიქრობ, ეს კარგი იქნება, რომ ეს გამოცხადეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. ასეთ შემთხვევაში პოლიცია მოახდენს რეაგირებას ინფორმით, რომ იქ შეადგენს სამართალდარღვევის ოფისს, გადაეგზავნება სასამართლოს განსახილვად და სასამართლო უკვე მცირე ვადებში განიხილავს და დაადგენს, რომ იყო არის თუ არა სახეზე დარღვევა. თუ ის დაადგენს, რომ არის დარღვევა, საკუთრების უფლების ხელყოფა, იქვე დაადგენს გამოსახელების ვალდებულებასაც და შესაბამისად სასამართლოს რგოლით ჩაერთვება ამ პროცესში იმ სამწლიანი განხილვების და საერთო სასარჩელო წესის გამოყენების გარეშე ძალიან მარტივად შეიძლება რომ ამ ეს საკითხი გადაწყვეტს. თან ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა, ახლა სამართალდარღვევა რატომ არ არის საკუთრების უფლების ხელყოფა სამართალდარღვევა. შეგახსენებთ ეგრეთ წოდებული საპოლიციო გამოსახლების წესი 2015 წლის 29 დეკემბერს გაუქმდა. ამ ცვლილებით უკანონოდ მითვისებული ქონების კანონიერ მესაკუთრესთან გადასვლის წესები მნიშვნელოვნად გართულდა, რადგან თუ 2015 წლამდე უძრავ ქონებაში უკანონოდ მყოფი ან შეჭრილი პირის გამოყვანა პოლიციის ძალით იყო შესაძლებელი, 2016 წლიდან პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოყვანა მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აღსრულების პოლიციის მიერ არის შესაძლებელი, რაც ხშირ შემთხვევაში 1 წელზე მეტი დრო სჭირდება, რასაც ხშირ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.